მოგესალმებით, მე ვარ აკაკი. აკაკი ილია იასალიძე და დღეს ვილაპარაკებთ თუ ვინ არის სულიწმინდა, ან ვილაპარაკებთ სიმართლეს სულიწმინდაზე. მე დავდე ლექცია სახელად სიმართლე ბიბლიაზე, სადაც ვილაპარაკე, რომ ბიბლია არის ძალიან აკურატული ისტორიული წიგნი და არის ძალიან ფასიური წიგნი. მაგრამ ერთ-ერთი შეცდომა, რასაც ღმერთმორწმუნეები გუშებენ, აღმომორწმუნეში იმას გულისხმობ, რომ ადამიანი ვისაც ღმერთი უყვარს ძალიან და უნდა რომ ღმერთთან ახლოს იყოს, რომ აკეთებენ კარგს იმას, რომ ბიბლიას კარგად შეისწავლიან, რაც ძალიან კარგი არის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ ატარებენ საკმარის დროს, რომ გაატარონ დრო სულიწმინდასთან და თავის მისია ამ სამყაროს შეასრულონ. და რაც გულისხმობ ამაში. კი ვაღიარებს ყველა, რომ ბიბლია ძალიან ფასეული წიგნი არის, ძალიან ძვირფასი წიგნი არის, ძალიან წმინდა წიგნი არის. მაგრამ აი რატო ვლაპარაკობ სულიწმინდაზე? ვინ არის სულიწმინდა, რა არის სულიწმინდა და რატო არის სულიწმინდა? ჩვენი სამოთხის დედა ესეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ როგორც ვიცით, არის სამება, არის იაჰვე, ღმერთი, მამა, არის იაჰუშუა, ასევე ცნობილი როგორც იესო ქრისტე, რომელიც არის შვილი და ასევე არის რუახ ჰაკოდეშ, ასევე ცნობილი როგორც სულიწმინდა, რომელიც არის ჩვენი სამოთხის დედა. ეს ინფორმაცია მოდის MIT Wind-ის საიტიდან. MIT Wind არის სოფლიოში ყველაზე ცხებული მორწმუნეების საიტი, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. ძალიან ლამაზი არის, ძალიან ცხებული არის, ძალიან კურთხეული არის ეს საიტი. და ამ საიტზე შეგიძლიათ გაიგოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია ღმერთზე. და სწორედ ამ საიტზე აღმოვაჩინა ერთი ჩემი მორწმუნა მეგობრის დახმარებით, რომ ის ფაქტი, რომ სულიწმინდა არის ჩვენი სამოთხის დედა. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის იმიჯში. მაგრამ კითხვა ის არის, რომ სამოთხის მამამ იაჰვემ თუ შექმნა ადამი თავის იმიჯში, ევა ვის იმიჯში შეიქმნა? მე ვფიქრობ, რომ ევა შეიქმნა სამოთხის დედის სულიწმინდის იმიჯში. ანუ ადამი შეიქმნა ღმერთის იმიჯში და ჩვენი სამოთხის დედის იმიჯში შეიქმნა ევა. რაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის. და ამაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლია მოიძიოთ MIT Wind-ის ვებსაიტზე, სადაც ეკრანზე ხედავთ. მაგრამ აი კიდე რა ინფორმაცია გვაქვს სულიწმინდაზე. მოდი დავხედოთ ბიბლიას, თუ რას ისახის ბიბლია, ზოგადად სულიერ ცხოვრებაზე და ასე თემებზე. იოანე 4:24-ში წერია: ღმერთი არის სული და ვინც თაყვანს ცემს მას, უნდა თაყვანისცეს სულით და ჭეშმარიტებით. სულით და ჭეშმარიტებით. რას ნიშნავს ეს? ის იმას, რომ ღმერთი არის სული და თუ გვინდა რომ მასთან ახლოს ვიყოთ, თვითონ რა ვიცხოვოთ სულიერად. მაგრამ რას ნიშნავს ეს სულიერი ცხოვრება? ან როგორ უნდა ვიცხოვროთ სულიერად? მოდი ერთ ნიშნებას მოგცემთ. არის 1 კორინთელთა 6:19 ბიბლიაში და წერია: ან არიცით, რომ თქვენი სხეული არის სულიწმინდის ტაძარი, რომელიც თქვენშია, რომელიც ღვთისგან გაქვს. ანუ თვითონ ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენი ტანი, ჩვენ თვითონ ვართ სულიწმინდის ტაძარი. რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და რაშიც უნდა იცხოვროს სულმა წმინდამ და უნდა იყოს ჩვენი მასწავლებელი. კიდე წერია რომაელთა 8:14. რამე თუ ყველანი, ვისაც სულიწმინდა მართავს, ღმერთის ძენი არიან. ანუ ბიბლიაში წერია, რომ ღმერთის შვილები ისინი არიან, ვის არიან სულიწმინდით შევსებულნი. კიდე წერია რომაელთა 8:16-ში, სული თვითონ მოწმობს ჩვენ სულთან ერთად, რომ ჩვენ ვართ ღმერთის შვილები. წარმოვიდგინეთ, ანუ უკვე რამდენი ბიბლიის ვერსია გაჩვენეთ, ასე იმაზე მიუთითებს, რომ იმისთვის რომ ვიყოთ ნამდვილი ღმერთის შვილები და ღმერთის ნებას მოკეთებთ ამ სამყაროში, უნდა ვიყოთ შევსებული სულიწმინდით და მასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ღმერთის ნება. შეიძლება ვიღაცას გაუშვეს კითხვა, რომ კარგი, ესე იგი ბიბლია მართლაც თქვა, რომ სულიწმინდა არის აუცილებელიო. მაგრამ
ნუ იმას კი ვიტყვი, რომ იმისთვის რომ 64-ში მოხვდე, არ არის აუცილებელი სული წმინდა. მაგრამ თუ გინდა რომ მართლა შენი მისია შეასრულო ამ სამყაროში, რისთვისაც ღმერთთან მოგავლინა, თუ გინდა რომ მართლა ღმერთთან ახლოს იყო, თუ გინდა რომ ღმერთის ხმა გაიგო, თუ გინდა რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ღმერთის ნებაზე, ღმერთის გზებზე, ღმერთის სიდიდეზე, ამ ყველაფერში საჭირო არის, რომ სული წმინდა გყავდეს როგორც მასწავლებელი, შენში ცხოვრობდეს, მისი ხმა გესმოდეს და რეალურად გასწავლიდეს, თუ როგორ უნდა იყო ღმერთთან ახლოს, როგორ უნდა გააკეთო ღმერთის ნება ამ სამყაროში, რომ ღმერთმა ამისთვის დაგაჯილდოვოს. ანუ შენ რაც უფრო გაიგებ ღმერთის ნებას, სული წმინდის დახმარებით, რაც უფრო ამ ნებას გააკეთებ, ღმერთი ამ ცხოვრებაშიც და შენ ცხოვრებაშიც ძალიან დაგაჯილდოვებს. მაგრამ კითხვა არის, რომ როგორ შეიძლება სული წმინდა რომ ჩემში იყოსო. აი ბიბლიაში ლუკა 11:10-13-ში ნათქვამია, რადგან ყოველი აქ არის იესო ქრისტეს იაუშუას იგავი, რომელიც მან ეს მოყვა და მაგალითი მოიყვანა ამაზე. რადგან ყოველი მომთხოვნელი მიიღებს, მოძებნავი იპოვის და მომკაკუნეს გაიღება. რომელი მამაა თქვენ შორის, რომ თუ შვილი თხოვს მას პურს, ქვას მიაწოდებს მას. ან თევზს თხოვს და მის ნაცვლად გველს მისცემს მას. ან თუ კვერცხს თხოვს, ქეჭრას მიაწოდებს მას. თუ თქვენ ბროტნი რომ ხართ, იცით, როგორ მისცეთ კარგი ნიჭი თქვენ შვილებს, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს სული წმინდას მათ, ვინც სთხოვს მას. ანუ აქ ღმერთის შვილი იაუშუა გვეუბნება, რომ რეალურად თუ ღმერთს სთხოვთ, რომ მან სული წმინდით აგვავსოს, ის მართლა უპასუხებს ჩვენ ლოცვას, თუ ნამდვილი მორწმუნეები ვართ და როცა აივსები სული წმინდით, შეგიძლია დაიწყო ენებზე ლოცვა, სხვა ახალ ენებზე ალაპარაკდები. აი მუსლში იგზნობ ცეცხლს, იგზნობ სული წმინდის ცეცხლს, მუსლში იგზნობ სული წმინდის ცეცხლს და დაიწყებ ახალ ენებზე ლოცვას. და ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ მართლა გააქვს შენ სული წმინდა, როგორც დაიწყებ ენებზე ლოცვას. გარაბაშა. აი როცა უკვე დაიწყებ სხვა ენებზე ლოცვას, როცა უკვე შეგეძლება რომ სხვა ენებზე ილოცო, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ შენ სული წმინდა გაქვს და ეს სული წმინდა გასწავლის ღმერთის ნებას, გაგებინებს ღმერთის ხმას და შეგეძლება რომ ამ სამყაროში გააკეთო ღმერთის ნება და ამ ცხოვრებაშიც და შენ ცხოვრებაშიც ძალიან დაჯილდოვდები. და თუ მართლა მორწმუნე ხარ, თუ გიყვარს ღმერთი, თუ მართლა გინდა რომ ღმერთთან ახლოს იყო, აუცილებელია ამისთვის სული წმინდა. კი, ძალიან კარგი არის ბიბლიის კითხვა, მაგრამ თქვენ რო იცოდეთ, თუ მართლა გინდა რომ ბიბლიიდან აზრი გამოიტანო, ჭირდება სული წმინდა. რატო? იმიტომ რომ სული წმინდა არის ჩვენი მასწავლებელი და რამე თუ წაიგითხა ბიბლიაში, სული წმინდა შეუძლია შენ გითხრას, თუ ამ იგავში ან ამ ბიბლიის ტექსტში ან სხვა ნებისმიერი წიგნიდან რასაც კითხულობთ, რა არის მისი მართლა მნიშვნელობა, რა არის ის ინფორმაცია აქედან, რაც შეიძლება რომ მარტო გამოიყენო პრაქტიკულად, ამას გეტყვის სული წმინდა. აი ბიბლიაში კიდევ გვეუბნებიან, ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლიც სულით აჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. სულიერი ცხოვრება შეუძლებელი არის სული წმინდის გარეშე. ანუ თუ გინდა რომ 64-ში მეფე იყო, თუ გინდა რომ 64-ში რაღაცა მიიღო სიკვდილის მერე, საჭიროა რომ სულიერად იცხოვრო, ღმერთი განადიდოს შენი სულიერი ცხოვრებით, შენი მარხვით. მარხვაში კი მარხვა კარგია, თუ მარტო ბოსტონელს ჭამ, კი მარხვა ითვლება, მაგრამ ერთ-ერთი კიდე ძლიერი მარხვა არის, როცა არაფერს არ ჭამ და მარტო სვამ წყალს მაგ დღის განმავლობაში და დღეს ატარებ ბიბლიის კითხვით, განსაკუთრებით ენებზე ლოცვით. მაგ დღეს ვატარებ ენებზე ლოცვით, შენი სული ძალიან ძლიერდება, შენი სპირიტი, რაც 64-ში მიდის, ძალიან ძლიერდება და ღმერთი აგავსებს თავის სულით, გაგაძლიერებს და რაც უფრო მეტი ლოცვა, მით უფრო დაგაჯილდოვებს ღმერთი და მით უფრო ავტორიტეტი გექნება ამ სამყაროში, სულიერ სამყაროში და ამით ღმერთი დაგაჯილდოვებს. აი კიდე ერთი. იოანე 14:26. ხოლო ნუგეშისცემელი სული წმინდა, რომელიც მოულენს მამაც ჩემი სახელით, ის გასწავლით ყველაფერს
და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით. ანუ აქ ღმერთის შვილი იაჰუშუა იესო ქრისტე გვეუბნება, რომ თუ გინდაო რომ აი ჩემი სიტყვები გაიგო, შეიძლება სულით წმინდაო, რატო? იმიტომ ერთი არის რომ შენი ხორციელი ტანი და ხორციელი გონებით რამე ბიბლიას აიკითხავ და რომ გაიაზრებ და მეორე არის რომ ღმერთის სული წმინდა თვითონ გასწავლის იმას თუ რეალურად რას გულისხმობდა. ერთია რომ ხორციელად გაიგებ შენი გონებით, მეორე არის რომ ღმერთის სული თვითონ გასწავლის თუ რას ნიშნავს ეს, რასაც კითხულობ. რასაც სხვა ადამიანი გეუბნება, რასაც ვიდეოში უყურებ ან ამაში. მარტო ბიბლია კი არა, ნებისმიერი ადამიანის მონაყოლი, ნებისმიერი ვიდეო ნანახი მაგიდან უფრო მეტს მიიღებ, თუ ხარ შევსებული სული წმინდით და სული წმინდა სწორედაც გეტყვის თუ რეალურად რა იგულისხმა. წერია ზაქარია 4:6-ში არა ძალით, აი რა თქვა უფალმა საბოლოოთმა, არ ძალით და არ ძალმოსილებით, არამედ ჩემი სულით ამობს უფალი სებელოთი. რას ნიშნავს ეს? თუ ვისაც გიჭირთ რომ აი ცოდვა არ ჩაიდინოთ, თუ ვისაც გიჭირთ რომ აი იცხოვრა სწორად და უცოდველად, ან რამე დამოკიდებულებას თავი დაანებოთ, ან რამე ცოდვა გამოასწოროთ, ან რამე საქციელი გამოასწოროთ, თუ გინდათ რომ ღმერთის სასიძებლად იცხოვროთ და ამისთვის ღმერთმა დაგაჯილდოვოთ, შეიძლება სული წმინდა, რომ თვითონ ბიბლიაში ღმერთი გეუბნებათ, რომ არა ძალითო, არამედ ჩემი სულითო ამობს უფალი საბოლოოდ, იმას ნიშნავს, რომ თუ გინდა რომ რამე შეასრულო, ჭირდება ღმერთის სული ჭირდება, იმიტომ რომ ღმერთის სული წმინდა მოგცემს იმ ძალას, რაც ჭირდება, რომ ეს პრობლემა რაც გვაქვს, რომ მოაგვარო. ეს არ არის ყველაფერი. კიდე რა შეუძლია სულ წმინდას? იოანე 16:8-ში წერია და როცა მოვა ამხილებს სამყაროს ცოდვაში, სიმართლესა და განკითხავს საქმეში. რას ნიშნავს ეს? ამხილებს სამყაროს ცოდვაში ნიშნავს იმას, რომ სული წმინდა თვითონ გაგზნობინებს თუ რა შადიხარ იმას, რაც არის ცოდვა, რომ მოინანიო. და ის კი არ გჟის ეგრევე, ის კი არ სულად კი არ ექცევა, პირიქით გაგზნობინებს, გაქონვიქტებს, გაგზნობინებს თუ რა არის შენ ცხოვრებაში ცოდვა, შენში ცოდვა, რომ ღმერთთან გულწრფელად მოინანიო და იმ ძალას გაძლევს, რაც საჭირო არის, რომ ეს ცოდვა აღარ ჩაიდინო. აი მეგობრებო, თუ ამ ყველაფერს მოისმენთ, გასაკვირველი იქნებათ, რომელიმე არ ისურვებთ ამის მერე, რომ სული წმინდით შეივსო და იყოთ მართლა სული წმინდის ტაძარი. როგორც თავიდან დავიწყე ლექცია, წერია ბიბლიაში, რომ ჩვენ ვართ სული წმინდის ტაძარი. ის გაიგეთ მეგობრებო, რომ ღმერთს ყველა ძალიან უყარვართ და ეს არ არის ამბარტავნება. ეს არ არის ამბარტავნება. ის რომ შენ შეგიძლია ღმერთთან ერთად ახლოს იყო და მისი სულით იყო შევსებული, ეს არ არის ამბარტავნება, ეს არის წმენა, რომ ღმერთს მართლა უყარხარ და მართლა უნდა რომ შენთან იყოს ახლოს, რომ გასწავლოს თავის გზები, გაჩვენოს თავის დიდე, რომ შენ მას ემსახურო და ამისთვის დაგაჯილდოვოს. ეს არ არის სიბოროტე, არ არის ამბარტავნება, ეს არის რომ გჯერა შენ რომ ღმერთს ძალიან უყარხარ და შენს იმდენად გიყვარს ღმერთი, რომ შენ აძლევ მას საშუალებას, რომ შენში იცხოვროს და თავის გზები რომ გასწავლოს. და რაც უფრო ამ გზას მივყები, მით უფრო დაგაჯილდოვებს ღმერთი. აი მეგობრებო, ამის ყველაზე დიდი მაგალითი არის ღმერთის შვილი იაჰუშუა, ასევე ცნობილი როგორც იესო ქრისტე. ბიბლიაში წერია და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმერთისა. დაბლა რომ ეშვებოდა ტრედივით და გადმოდიოდა მასზე და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მეგობრებო, თვითონ ღმერთის შვილი შეივსო სული წმინდით. იმას უნდა მივხვდეთ მეგობრებო, რომ ღმერთის შვილი იმიტომ კი არ აკეთებდა სასწაულებში ღმერთის შვილი იყო. კი, იესო არის ღმერთის შვილი, კი იაჰუშუა არის ღმერთის შვილი, მართალია. მაგრამ სასწაულებს ამიტომ კი არ აკეთებდა. ბიბლიაში თუ წაიკითხავთ, მან მარტო მაშინ დაიწყო სასწაულების გაკეთება, როგორც წყლის ღვინოდ გადაქცევა, ხალხის განკურნა, ავისულების განდევნა. მარტო მაშინ დაიწყო, როცა შეივსო სული წმინდით. როცა ამ ბიბლიაში წერია, რომ მოინათლა და შეივსო სული წმინდით, მარტო ამის შემდეგ დაიწყო სასწაულების მოხდენა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს,
რომ იმისთვის რომ სასწაულები გაეკეთებინა ჭირდებოდა სული წმინდა. ეს ასევე იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ თუ თქვენს გადაწყვეტ, რომ სული წმინდა შეიუსოთ, თქვენს შეგეძლებათ, რომ სასწაულები გააკეთოთ. ეს არ არის ამბარტაუნება, არ არის რაღაცა ვუდუ მაგია, ეს არის ის მეგობრებო, რომ ღმერთის შვილი თვითონ იმდენად უყარვართ, რომ უნდათ მას ღმერთის შვილს და ღმერთს უნდა, რომ თქვენ ამ სამყაროში ასახელოთ და გააკეთოთ სასწაულები, რომ ხალხი განკურნოთ, ავისრულები განდევნოთ, ენებზე ილოცოთ, ღმერთის ნება ილოცოთ ამ სამყაროში, რომ ხილით ადამიანს განკურნოთ, ის რომ ავისრულები განდევნოთ ხალხისგან, ის რომ წყალი ღვინოდ გადააქციოთ, ეს ყველაფერი არის ღმერთის ნება თქვენი ცხოვრებისთვის. უბრალოდ საკმარისი არის წმენა. ამისთვის ჭირდება წმენა. ის წმენა რომ ღმერთს მართლა უყარხართ, მართლა უნდათ რომ ღმერთმა თავი განადიდოს ამ სასწაულების მოხდენით და თქვენ რაც უფრო ღმერთს მიყვებით, რაც უფრო მისი სულით შეიუსებით, და რაც უფრო ის ენებზე ილოცებთ, მით უფრო გექნებათ ცხება, ღმერთის ცხება და ამ სულიწმინდის ცხების გამოყენებით შეგეძლებათ რომ გააკეთოთ სასწაულები და რაც უფრო ამ ყველაფერს გააკეთებთ, მით უფრო განადიდებთ ღმერთს ამ სამყაროში და მით უფრო ღმერთი ამისთვის დაგაჯილდოვებთ. აი მეგობრებო, ბიბლიაში წერია მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. რატო წერია ეს? იმიტომ წერია ეს, რომ ღმერთის შვილი ღმერთის მარჯვნივ ზის და გველოდება, რომ მისი მტრები, სატანისტები, ავისრულები, მასონები, რომ ჩვენ დავიმონოთ და ეს გადავცეთ ღმერთს, რომ ღმერთმა გაიმარჯვოს. მეგობრებო, დაფიქრდით, აბა, რატო არის ამ სამყაროში ამდენი სიბოროტე? ღმერთი კარგია, ღმერთია, ვიცით რომ ღმერთი არსებობს, ვიცით რომ კარგი არის, სიბოროტე რატო არის? მაგრამ მეგობრებო, ღმერთი გველოდება ჩვენ უკვე ღმერთმა რომ მოკიდო ჩვენი ცოდვებისთვის, მან თავის სახელით იაჰუშუას და იესოს სახელით უაქვს ავტორიტეტი, რომ თუ ამ სახელს გამოვიყენებთ იაჰუშუას სახელს, იესო ქრისტეს სახელს და შევისწრებით სული წმინდით, გვექნება ავტორიტეტი, რომ სიბოროტე დაუმორჩილოთ ღმერთს და მისი ნება გავაკეთოთ ამ სამყაროში. ანუ ჩვენი მისია ის არის, რომ ერთმანეთი მივყვარდეს, ერთმანეთის სიკეთე გავუკეთოთ და სიბოროტე დავიმორჩილოთ. ღმერთის შვილის სახელით და სული წმინდის მეშვეობით. და რაც უფრო ამას გავაკეთებთ, მით უფრო ღმერთი დაგვაჯილდოვებს და მით უფრო ღმერთს გამოდიდებთ ამის საკეთებით. ღმერთის შვილი მეგობრებო, თვითონ იზახის ამას ბიბლიაში. მე მგონი მარკოზის წიგნი არის, შეიძლება უცდებოდე, მაგრამ რომელიღაც სახარებაში იზახის ღმერთი ამას, ღმერთის შვილი იზახის ამას, ხოლო მორწმუნეთაგან განუყრდნილი იქნებიან ეს სასწაულნი. მეგობრებო, თვითონ აი ბიბლიაში გეუბნებათ, მეგობრებო, თვითონ ღმერთის შვილი გეუბნებათ ბიბლიაში, რომ ხოლო მორწმუნეთაგან განუყრდნილი იქნებიან ეს სასწაულნი, ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. ანუ მეგობრებო, შენ თუ არ მეტყველებ ენებზე და თუ ავსრულებს არ დევნი ხარ, არის თუ არის საკითხავი, ხარ თუ არა ნამდვილი მორწმუნე. კი შეიძლება სამონთხეში მაინც მოხდე, მაგრამ შენ იმ მისიას, ისაც მაღალვინა ღმერთმა ამ სამყაროში, მაგას ვერ შეასრულებ თუ ამ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობ. რა არის სულიერი ცხოვრება? არის ის, სულიერი ცხოვრება არის ის, რომ ილოცო ენებზე და ხალხი განკურნო, ავისრულები განდევნო, ეს რაღაცები გააკეთო. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრდნილი იქნებიან ეს სასწაულნი, რომ ჩემი სახელით, ანუ იაჰუშუას ან იესოს სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. კარაბაშა, დიდება იყოს ღმერთი ახვეს მის სახელს, კარაბაშა. ეს არის ენებზე ლოცვა. რა არის ენებზე ლოცვა? არის ის, რომ ხარ აბსოლუტური სული წმინდით და შეგიძლია რომ სულმა წმინდამ გადაოცინოს ღმერთის ნება შენ ცხოვრებაში. რომ ღმერთის ანგელოზება ეს შენი ლოცვა აიღონ და შენ ცხოვრებაში კარგი რაღაცები გააკეთონ. და მე-18 ვერსი აიყვანენ გველებს და თუ სათიკუტილოს დალებენ რასმე არ ავნებს მათ, ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. ანუ თუ ნამდვილი მორწმუნე ხარო, უნდა შეგეძლოს ისო, რომ დაადო სხვა ადამიანს ხელიო და განკურნაო. მაგრამ ეს მარტო მოხდება ღმერთის შვილის სახელით და სული წმინდის ძალით. აი კიდე ენებზე რომაელთა 8:26 ასევე სული გვეხმარება ჩვენს უძლურობაში, რადგან არ ვიცით როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვითონ სული შუამდგომლობის ჩვენთვის უტყვი ამოკვრებით. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ენებზე ლოცვა არის ის, რომ შენ ხარ შევსებული სული წმინდით, რაც შეგიძლია რომ ღმერთთან შევალთო სული წმინდით, რომ ვიყო შენთან ახლოს და შეგეძლება ის, რომ
შეგეძლება ის, რომ ილოცვა ენებზე და შენი ანგელოზები აიღებენ ამ ლოცვას და სასწაულებს მოხდენენ შენ ცხოვრებაში. და შენ უფრო აივსები ღმერთის სულით, ღმერთის ცხებული იქნები, ღმერთის რჩეული და შეგეძლება რომ შენი ახალი ცხევით, რაც ლოცვით მიიღე, გააკეთო სასწაულები და ხალხი განკურნო და ავისულები განდემნო. მეგობრებო, ის მინდა ყველა მიცოდეთ, რომ ღმერთს ყველანი ძალიან უყვარხართ და ღმერთს უნდა რომ ყველა ისევე ახლოს იყოს მასთან, როგორც მისი შვილი იყო, იგი მასთან. როგორც ღმერთის შვილი იყო მასთან ახლოს, რომ გააკეთე სასწაულები, ასევე ღმერთს უნდა რომ თქვენც იყოთ ასევე ახლოს მასთან. საჭირო არის წმენა. რისი წმენა? წმენა არის, რომ გჯერა ღმერთის სიყვარულის, ეგ არის წმენა. წმენა არის გჯერა ღმერთის სიყვარულის და მისი ძალის. ეგ არის წმენა. შენ თუ მართლა გჯერა ღმერთს უყვარხარ, იმის წმენაც უნდა გქონდეს, რომ მას იმდენად უყვარხარ, რომ თანახმა იქნება, რომ შენ ტანში იცხოვროს მისი სულით და გაიგო მისი ხმა, გაიგო მისი ნება და ეს როდესაც რო გააკეთე მის ნებას, მით უფრო დაგაჯილდოებს იგი. ეს არის ღმერთის წმენა. ეს არის მისი სიყვარულის წმენა. იმდენად უყვარხარ, უნდა რომ შენში იცხოვროს და სასწაულები მოახდინოს და მისი ნება გითხრას შენ ცხოვრებისთვის. რომაელთა 8:11 თუ ის სული, რომელმაც აღადგინა იესო მკვდრეთით ცხოვრობს თქვენში, ის აღადგენს თქვენს სიკვდილის სხეულებს თავისი სულით. ანუ სულწმიდის შევსება ასევე გვეხმარება, რომ განვიკურნოთ და სამოთხეში მარადიული ადგილი გქონდეს. მართალია ადგილში იმას გულით მოგერება, რომ კი მართალია, რომ თქვენ თუ მოგვიანიებთ ცოდვებს და ღმერთის შვილის სის და ხორცს ვეზიარებით, ეგ კი არის საკმარისი რომ სამოთხეში მოვხდეთ. მაგრამ იმისთვის, რომ რამე ტიტული გქონდეს სამოთხეში, იმისთვის, რომ ჩვენ შენեք ცხოვრებაში ვემსახუროთ ღმერთს, საჭირო არის ის, რომ ამ სამყაროში სული წმინდის მეშვეობით ვემსახუროთ ღმერთს. მისი ხმა გავიგოთ, სული წმინდის ხმა გავიგოთ და გავაკეთოთ მისი ნება. და ამით დავმკვიდრებთ ჩვენ რამე ტიტულს და რამე ადგილს სამოთხეში. კი თუ ღმერთის შვილის იესო ქრისტეს იაჰუშუა ჰამაშიაკის სისხლით და ხორცს ვეზიარებით და ღმერთთან მაღიარებთ ცოდვებს კი სამოთხეში მოხდებით, მაგრამ ერთია რომ სამოთხეში მოხდები, იმიტომ რომ მოინანიე და მეორეა რომ მართლა ღმერთს ემსახურები და ღმერთი ამის დაგაჯილდოვებს ამ ცხოვრებაშიც და მარადილადაც. და ერთ-ერთი ბოლო რასაც დღეს ვიტყვი, არის საქმეები 2:27-28. როცა ეს მოისმინეს, განგმირულნი იყვნენ გულით და უთხრეს პეტრეს და მოციქულებს, რა ვქნათ ძმებო? ხოლო პეტრემ უთხრა მათ, მოინანიეთ და ნათელი იღეთ იესო ქრისტეს სახელით, ცოდვათა მოსატევებლად და მიიღებთ სრულწმინდის ნიჭს. ანუ მეგობრებო, თუ თქვენ ღმერთის შვილის სახელით, იაჰუშუას და იესო ქრისტეს სახელით, თუ ეზიარებით და მოინანიებთ, ამას უნდა მოყვებოდეს სრულწმინდის შევსება, რომ სრულწმინდა მოგცეს ძალა, რომ ღმერთს აღარ შესწოდო. რომ გაიგო ღმერთის ხმა, მაგრამ შენ გაგაძლიეროს, რომ დაგეხმაროს, რომ ღმერთი განადგო შენი ცხოვრებით და ამით დაიმკვიდრებ, რაც უფრო დაიმორჩილები ღმერთს, მით უფრო დაიმკვიდრებ სამოთხეში მარადილ პოზიციას, მარადილ ავტორიტეტს, მარადილ ძალას, მარადილ ტიტულს, რასაც ვერასდროს ვერ დაკარგავ გარდაცვალების მერე. და იცოდეთ მეგობრებო, რომ სრულწმინდა არის ჩვენი გამკურნებელი და თუ ჩვენ ერთმანეთს ხელებს დავადებთ და ვილოცავთ ერთმანეთისთვის სრულწმინდის სახელით, არა, ღმერთის შვილის სახელით და გვექნება ჩვენში სრულწმინდა, შეგვეძლება რომ ერთმანეთი გამკურნოთ და ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. ამიტომ იმით დავასრულებ მეგობრებო, რომ ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ მან გამოგზავნა თავისი შვილი, რომ მოკტარიყო ჩვენი ცოდვებისთვის. მეგობრებო, თუ მან გამოგზავნა თავისი შვილი ღმერთმა, რომ მოკტარიყო ჩვენი ცოდვებისთვის, განა არ გამოგზავნის ჩვენთვის სულწმინდას, რომ ჩვენში იცხოვროს მან და მან გაგვაგებინოს ღმერთის ხმა, ღმერთის ნება და ამით ვითხრას თუ რა უნდა მას გავაკეთოთ და რაც უფრო გავაკეთოთ, მით უფრო გამოდიდებთ ღმერთს და ღმერთი ამისთვის დაგვაჯილდოვებს. აი მეგობრებო, ბოლო ის ბიბლიის ჩანაწერი, რაც ეხლა დღეს გეტყვით, არის რომაელთა 8:22. ის ვინც არც თავის ძეს დაუნდო, არამედ გადასცა იგი ჩვენ ყველასთვის, როგორ არ მოგცემს მასთან ერთად ყველაფერსაც. ანუ ეს იმას იზახის, რომ თუ ღმერთმა თავის შვილი მოგცა და იგი ეწამა და მოკლა ჩვენი ცოდვებისთვის,
განა ეს ღმერთი იახვე ჩვენი ღმერთი მამა ჩვენი სამოთხის არ მოგცემს სულ წმინდავს ვისაც მას ვთხოვთ როცა მან უკვე თავის შვილი მოგცა რომელიც მოკვდა ჩვენი წოდებისთვის ანუ თუ თავის შვილი გამოგზავნა და მომუტანიყო ჩვენი წოდებისთვის განა არ მოგცემს ეს ღმერთი თავის სულ წმინდას ჩვენში იცხოვროს როგორ გვინდას ღმერთის სხვა აგულაპარაკოს ახალ ენებზე და ახალ ენებზე გოლოცინოს კარაბაშა დიდება იახვეს კარაბაშა განა არ მოგცეს იმის ძალას რომ ახალ ენებზე ვილოცოთ რომ მისი ნება ვილოცოთ ამ სამყაროში რომ ამ სამყაროში სიკეთე იყოს უფრო მეტი სიკეთე იყოს რომ ეს სიყვარული იყოს განა არ მოგცემს ღმერთი იმის საშუალებას რომ სასწაულები გავაკეთოთ მოგცემს იმის საშუალებას თავარი არ წმენა დაიჯერათ მეგობრებო რა ღმერთს მაგდენად უყარხართ რომ თქვენში იცხოვრებს და თქვენ მეშვეობით გააკეთებს სასწაულებს ამ სამყაროში რაც რომ მეტი ამას გავყავით მით უფრო დიდებული იქნება ეს ქვეყანა საქართველო მით უფრო შეუყვარდება ღმერთს ეს ქვეყანა რაც უფრო გავაკეთებთ ღმერთის ნებას რაც უფრო შევიცებით ღმერთის სული წმინდით რაც უფრო მის ნებას გავაკეთებთ მით უფრო ეყარება ღმერთს ეს ქვეყანა იმიტომ ის ძალიან უყვარს როგორც იცით და ძალიან გამიხარდება ის თუ რაც უფრო მეტი ადამიანი ემსახურება ღმერთს რაც უფრო მეტი ადამიანი ის არ არის აუცილებელი მამაო იყო არ არის აუცილებელი რომ მამაო იყო ან დედაო იყო ან სტიქაროსანი იყო საჭიროა რომ გიყვარდეს ღმერთი და იმდენად გჯეროდეს ღმერთის სიყვარული მისი შვილის სილა ხორცი და მისი ცოლის ჩვენი სამოთხის დედის სული წმინდის სული აიღო და გამოიყენო სიკეთისთვის და ბოლოში სიკეთე და სიყვარული გაიმარჯვებს მადლობა ყურებისთვის და გნახავთ შემდგომ ლექციაში ნახვამდის